დღევანდელი დღე სამხედრო აღლუმის შემდეგ მთავრობის წარმომადგენლებმაც შეაფასეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. ნება მივუძეთ მთელ საქართველოს მიულოცო ჩვენი დამოუკიდებლობის დღე. ეს ის დღეა, რაზეც ასწლეულობის განმავლობაში ქართველების თაობები ოცნებობდნენ და ჩვენ შეგვხვდა ეს პატივი გვეცხოვრა ამ დამოუკიდებლობის დროს. გაუფრთხილდეთ, შევინარჩუნოთ და გადავცეთ ჩვენ შვილებს. ეს დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ქართველი ხალხისთვის, ქართველი ერისთვის. დამოუკიდებლობა არის ძალიან ძნელად მოსაპოვებელი ყველა სახელმწიფოსთვის, განსაკუთრებით ქართული სახელმწიფოსთვის აღმოჩნდა ეს დღე ძალიან რთული და დამოუკიდებლობა ძალიან რთულად მოსაპოვებელი და სამწუხაროა რომ ჩვენ დღესაც ვიმყოფებით რეალურად ბრძოლის პროცესში და ვცდილობთ რომ ეს დამოუკიდებლობა, რომელიც ხელმეორედ მოვიპოვეთ, ვცდილობთ რომ შევინარჩუნოთ. ნებისმიერი წლისთავი და განსაკუთრებით 20 წლისთავი, როდესაც ესეთი ახალგაზრდა ჩვენი დემოკრატია, როცა მას ამდენი მტერი ყავს, ამდენი შეიძლება ითქვას გულჩათხრობილი, ამდენი დაგიშილი მიქსეული ასეთი მტერი ყავს. ყველა ამ სახელმწიფო სიმბოლოს აქვს დიდი მნიშვნელობა. ულოცავ ყველა საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავს. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის და სიმბოლური დღე არის, რომ სწორედ დღეს ჩამოვიდნენ პირველი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლები, რეჯიპ ჟორდანია, ნათელა ჟორდანია, სხვა მათი შთამომავლები, რომლებმაც სულ რამდენიმე დღის წინ გამოთქვეს მზადყოფნა და ხელი მოაწერეს იმ მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც საქართველოს გადმოეცემა ლევილის მამული, იქ განლაგებული შატო, სადაც მთელი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა და ცხოვრობდა საქართველოს დევნილი მთავრობა.